საზოგადოება როგორც არ უნდა გიცნობდეს, მაინც ისე გიცნობს, როგორც შენ გინდა. მაგ 10 თვის განმავლობაში ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. ერთი ფეხის დაცდენა და ეგრევე იმ ბაბლში ვარდები, ანუ ცუდი ხარ, ანუ შენი ტვინი ეგრე აკეთებს ყოველ შემთხვევაში და მერე უკვე ეგ წევს ხასიათს, განწყობას, ცხოვრების ხარისხს. სხვები გთვლიდნენ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ, მაგრამ შენ როცა სარკეში იხედები, მაგას ვერ ხედავ. სივრცე, სადაც მე ვიყავი მოსწავლე და შემეძლო ადამიანებისგან მესწავლა ყველაფერი. მერე უკვე იწყებენ, რომ მეს მინდა. და მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირში არის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ჩემი პირველი კითხვა იქნება, როგორ უწყობს ხელს პიროვნული განვითარება ჯანმრთელობას და როგორ ვკონცენტრირდეთ პიროვნულ განვითარებაზე? პიროვნული განვითარება ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის მithuedes დღევანდელ სამყაროში, იმიტომ რომ ადრე უფრო ტაბუდადებული იყო ეს ამბავი, რაღაცნაირად თითქოს უხერხული იყო ამ ფსიქოლოგთან მისვლა, ან რაღაც საკუთარ თავზე ზრუნვა, უფრო თავგანწირვის რეჟიმში ვიყავით და ეხლა რაღაცნაირად სამყარო შემოწიალდა იმისკენ, რომ ყველამ დავიწყეთ ზრუნვა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. და მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირში არის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. იმიტომ რომ იმ ემოციებს, რომლებიც ჩვენში არის, სჭირდება მოფრთხილება, დალაგება, რაღაცნაირად მიმართულების მიცემა. იმიტომ რომ მე აკუმულირდება და ეხლა მილიონი კვლევა არსებობს, რომ ფსიქოსომატური არის უმეტესი დაავადება, ხო? ხო და შესაბამისად, თუ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაღაცნაირად ჩვენს თავზე და შინაგან სამყაროზე ვიზრუნოთ, მგონია რომ ძალიან ხელი შეეწყობა ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა მივახმართ ვარჯიშს. წინა პოდკასტზე ქონდა უშუალოდ ფიზიკურ აქტივობაზე საუბარი და მაშინაც არსენა მახსენა, როგორ წამოიწია ბოლო 10-20 წლებში უკვე ეს პიროვნული განვითარების ნაწილმა და ფსიქოლოგიამაც. მაგრამ იდეაში რო დავაკვირდეთ, ძალიან ხშირი არის უშუალოდ დაბალი თვითშეფასებაც და მაღალიც. რა შეიძლება იყოს მაგის მიზეზები? ახლა მაგაზე მე ფიზიკურად არც კვლევები მაქვს ნანახი და არც ვიცი და ამიტომ მეც პირადადაც მაინტერესებს რა არის ამის მიზეზი, რომ ამ ბოლო წლებში იქამდე თუ ადამიანებს არ ქონდათ ესეთი მაღალი და დაბალი თვითშეფასება და არ ხვდებოდ ესე ხშირად, ეხლა ძალიან ხშირია ესეთ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და საზოგადოებაში უფრო მომრავლდნენ. იცი როგორ არის? ეს დაბალი თვითშეფასება პირველი ესე ძირეული, საიდანაც მოდის, არის რა თქმა უნდა ბავშვობა. ბავშვობაში ჩანერგილი რწმენა წარმოდგენები, რომლებმაც მერე განაპირობეს ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. ხო და მთავარი არის ის, რომ ეს რწმენა წარმოდგენები რამენაირად შეცვალო. არ არის მარტივი, ჩემი გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ეგრე არის, რომ არ იყო მარტივი ნამდვილად ამ რწმენა წარმოდგენების შეცვლა, იმიტომ რომ მშობლები, სკოლა, ბაღი და მერე ყველა ის ეტაპი, რასაც გადიხარ, რაღაც ცნობიერასაკამდე, ყველა რაღაცა ტიპის იარლიყს გაკრავს. და მერე მთელი ცხოვრება გიწევს, რომ ამ იარლიყებისგან გათავისუფლდე, რაღაცნაირად რომ იპოვო საკუთარი თავი. თვითშეფასება ძალიან არის დამოკიდებული კიდე სოციალურ ქსელებზე, ესე მგონია. რამდენადაც სოციალურ ქსელს შეიძლება რომ დადებითი ეფექტი ქონდეს, თქვათ, ინსპირაცია აიღო, მოტივაცია სხვადასხვა ადამიანებისგან, ასევე შეიძლება დამანგრეველი იყოს. იმიტომ რომ მაშინ როცა დანაკლისით ხარ და ანუ მაშინ როცა ოპერირებ სამყაროში როგორც ნაკლული პერსონა, ანუ არ ვარ საკმარისი, არ ვარ საკმარისად ჭკვიანი, არ ვარ საკმარისად ლამაზი და ბევრი არ ვარ საკმარისი. აი ამ შემთხვევაში ძირითადად ვითარდება ხოლმე შური და ის რომ აი მე ვერასდროს ვერ გავხდები ესეთი და რატო არის ის ასეთი და ყველაფერი მიდის აქ რა გონებაში და ეს ტვინი მუშაობს სულ უარყოფითი რწმენა წარმოდგენები და შენ თავს აპატარავებ და აუფერულებ და დაპატარავებული და გაუფერულებული შენი თავი კიდე ძალიან ძნელია რომ ბედნიერი იყოს. მერე გადადიხარ უკვე რაკურსები არის სულ გარეთ და სულ გონია რომ შენ ცხოვრება რადგან არ არის ისეთი როგორიც გინდა არის სულ სხვისი ბრალი. და აი ძალიან გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან რა, თვითშეფასება, გარე სტიმულატორები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ და ცხოვრების ხარისხი მერე, როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. სოციალურ ქსელებზე უნდა მეკითხა და და მე დამასწარე. დაგასწარი. კი და ძალიან კარგი არის ბარემ ჩაგეძიები. მჰმ. ნუ დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია მაგის გარეშე. სამსახური, პირადი ცხოვრება, ანუ ყველაფერი სოციალურ ქსელს მოიცავს საბოლოო ჯამში და იმასაც ვერ ვიტყვით. ეხლა ადამიანს რო უთხრა, რომ მოდი სოციალურ ქსელები გააუქმე და მოდი ლაივში იყავი სოციალურად აქტიური, შეუძლებელია, იმიტომ რომ თუნდაც ეხა მე რო ეგ მოვინდომო, შეიძლება სოციალურად აქტიური არ ვიყო პირად ნაწილში, მაგრამ სამსახური აუცილებლად მომიწევს, რომ მაგალითად WhatsApp-ზე შევიდე რა.
ამიტომ ჩემი შემდეგი კითხვა ესე მოდი შემოვიფარგლება, როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი ისე, რომ ჩვენს თვითგანვითარებაზე იყოს უფრო მოწოდებული და არა უშუალოდ დაბალი თვითშეფასებისკენ მოგვიწოდოს, ან პირიქით მაღალი თვითშეფასებისკენ, რაც საბოლოო ჯამში მერე ისევ ჩვენზე ისახება ნეგატიურად და როგორ ვაიძულოთ სოციალურ ქსელს, რომ ნეგატიური ზემოქმედება მაქსიმალურად შეამციროს ჩვენზე. ჩემი გამოცდილებიდან ვსაუბრობთ, ამიტომ მე რაც გავაკეთე, მაგას მოგიყვები. მგონია, რომ ის სოციალური ქსელი და ჩვენი ცხოვრება, აი, ზუსტად ერთი და იგივე არის. და რატო ხა გიხსნი? მე მაგალითად ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა ადამიანი გავფილტრე. ანუ ვისგანაც ზიანს ვიღებდი, რა თქმა უნდა, ამას ეტაპები და სჭირდა და დრო, მაგრამ ანუ თუ შენი გონება და შენი ცხოვრება იმისკენ წავა, რომ დააპრიორიტეტო შენი კარგად ყოფნა, ეს გამოიხატება სოციალურ ქსელზეც და რეალურ ცხოვრებაშიც. ასევე სოციალურ ქსელში ის ადამიანები, ის გვერდები, ყველაფერი ის რაც გაზიანებს, გაღიზიანებს, სიბრაზეს იწვევს, ყველაფერს შეგიძლია რომ unfollow გაუკეთო. ანუ აღარ გამოიწერო, აღარ მიყვე. ანუ ეს არის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი, რომელსაც თუ მიმართავ, ბევრად გამარტივდება შენი ცხოვრება. დღეს ყველა ნადირობს ჩვენს ყურადღებაზე. თუ შენი ყურადღება კონცენტრაცია მიმართული იქნება ისეთ ამბებზე, რომლებიც შენ გყვებავს, ოღონდ ბედნიერების ჰორმონებით, მაშინ რა ვიცი, რაღა არის სადარდებელი, ხო? ანუ იმ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, თორე სადარდებელს რა დაალევს. ანუ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ შენი ცხოვრება, შენ ცხოვრებაზე შენ იზრუნო, იმიტომ რომ სხვა ვერ იზრუნებს. ანუ ვერც სოციალურ მედიას ვერ დააძალებ, ხო? შენ არ შეგიძლია, რომ ვინმეზე ზეგავლენა მოახდინო. ერთადერთი გყავს საკუთარი თავი და შეგიძლია, რომ შენ თავზე იმოქმედო და შენი თავი რაღაცნაირად კომფორტში ამყოფო, იმით რომ მინიმუმ არ დაზიანდე მაინც ისეთი ადამიანებისგან, რომლებისთვისაც სულ ერთი ხარ, ხო? ეხლა ვიღაც ძალიან ცუდ სტატუსს რო წერს, თქვათ, რომელიც შეიძლება შეგეხოს შენ თუნდაც ეგოზე, რა ვიცი, თვითშეფასებაზე, მილიონი რაღაცა არის, ხო, რაზეც შეიძლება რომ გაღიზიანდე. ის ცალკე ამბავია, რომ რაც გაღიზიანებსო, ამბობენ, არის შენი ის ნაწილი, რომელიც ითხოვს შველასო და შეიძლება რომ განკურნება სჭირდებოდესო, მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ, მაინც თუ გინდა რომ შვიდად იყო, ყველაფერი ის რაც გაღიზიანებს, გაფილტრე და შენი ცხოვრებიდან აა, გაუშვი. ეგეც სხვათა შორის მიცდია, მქონდა რაღაც ჩემზე კარგად ეტაპი. მოქმედებს. კი, ჩემზეც უმოქმედია კარგად. რაღაც ეტაპი მქონდა საერთოდ სოციალურ ქსელები რო გამიუქმებია და დამიწერია, რომ თუ ვინმეს ჩემთან კომუნიკაცია უნდა, ნომერზე მომწეროს. მაგ 10 თვის განმავლობაში ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. მაგის მერეც მიცდია, მაგრამ მერე ვეღარ იმოქმედა, იმიტომ რომ საქმეებში შემიშალა ხელი. თუმცა იდეაში როგორი რაღაცა იცი, ისევ ისჭირდება საკუთარი ძალა, რომ ეგ ნაბიჯი გადადგა ალბათ რა და საკუთარი ნაბიჯები, ყველაფერს საკუთარი ნაბიჯები ჭირდება, არა მხოლოდ ფიზიკურ აქტიურობას, არამედ თუნდაც პერსონალურ განვითარებას რა. მე იმის თქმა შემიძლია პირადი გამოცდილებით, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს უბრალოდ მარტივად ესა ადექი გააკეთე მომენტი არის, მაგასაც ჭირდება შემზადება, როგორც ფიზიკურ აქტივობას რა. შენი პირადი გამოცდილებით მაშინ გაგვიზიარე უშუალოდ თვით მოტივაციაზე რა მოქმედებს დადებითად, რომ დღეს რა თქმა უნდა ვთქვით უკვე, რომ ნეგატიური ინფორმაცია ძალიან დიდი რაოდენობით ვიღებთ, შეიძლება დღეს მოტივირებული იყოს ადამიანი, მაგრამ საღამომდე ისეთი ინფორმაციები მიიღოს, რომ საერთოდ მოტივაცია გაუქრეს. თუნდაც ეს პოდკასტი ძალიან დიდ დრო დამჭირდა, რომ ნაბიჯი გადამედგა იმის მიუხედავად, რომ მარტივად ვიღებ გადაწყვეტილებებს რა. იმიტომ რომ გადაწყვეტილებას რო იღებ, მეგობარს მაინც ეკითხები. და ძალიან იშვიათია ადამიანებში გადაწყვეტილებაში კარგის პოვნის ნაწილი, ვიდრე პირიქით. უფრო ნეგატიურს გეუბნებიან, ვიდრე პოზიტიურს რა. რამაც ძალიან დააფერხა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში მე არავის არ დაუჯერე და გადავდგი ნაბიჯში. და ვთვლი რომ სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ გამოხმაურება ეხლა პირველი ეპიზოდი მალე დაიდება, ძალიან კარგი მოყვა. და ალბათ თვით მოტივაციაში მეც გარკვეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ ისევ შენი გამოცდილება და უფრო მეტი გამოცდილება აქვს დარწმუნებული ვარ და მინდა რომ გავაზიაროთ მაყურებელში რა არის ის ფაქტორები, ჩიტ-კოდი ისევ რა თქმა უნდა, რომლებიც პირადად შენ გქონია გამოცდილების სახით თვით მოტივაციას რაც ავითარებს, ან თუნდაც რა არის მოცემულობა დღევანდელი თვითგანვითარების ნაწილში, რა ინფორმაციები ჟღერდება, ან რა კვლევები გვაქვს თუნდაც. რამდენიმე ეტაპად დავყოფ რა ამ ამბავს. პირველი ის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთო იმისთვის, რომ დაიწყო საკუთარი თავის მოსმენა. თუ შენს თავს მოусმენ, არ არსებობს, რომ გიღალატოს საკუთარმა თავმა. ოღონდ აი მართლა გულწრფელად. სხეულს მოусმინო, სულს მოусმინო, გულს მოусმინო, სულ უნდა ეცადო, რომ შენი რაკურსები იყოს შიგნით.
და არ იყო დამოკიდებული გარე შეფასებებზე. გარე შეფასებები და სხვა ადამიანები ყოველთვის კარგია და მნიშვნელოვანი არის ტაშის დაკვრა, მაგრამ ეგენი ბუსტავენ ეგოს და იკვებება ეგო. ხანდახან ეგეც საჭირო არის და აუცილებელი არის რომ ვიღაცამ თავზე ხელი გადაგისვას, რომ რა კარგი გოგო ხარ. ეგეც რა თქმა უნდა დიდი ბუსტი არის და мотиваცია არის, მაგრამ საერთო ჯამში ხარ შენ და შენი თავი. აი მაგასთან უნდა დაზავდე. როგორც კი იწყებ საკუთარ თავთან დაზავებას, მერე აი თითქოს სხვა ფენა იშლება რა შენს ცხოვრებაში. ანუ ცხოვრებას თითქოს აი რაღაცა ეცლება. ერთი ფილტრი ეცლება და ვაფშე ყველაფერს ხედავ საერთოდ სხვანაირად. და შენ თავსაც სხვანაირად ხედავ და ეგ мотиваციაც გარედან კი არ მოდის. ნუ ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო. გარე мотиваციები კარგი იყო, მაგრამ არასდროს არ იყო საკმარისი, რომ მე რაღაც გამეკეთებინა. ყოველთვის საერთო ჯამში ისევ საკუთარ თავში შიგნით ვპოულობდი იმ ძალას, რაც გამაკეთებინებდა ნებისმიერ საქმეს და მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად მე და შენ რამაც დაგვამეგობრა, ეს იყო ჩემი წიგნი, ხო? და ეს წიგნი, ამ წიგნის წერა დავიწყე 2019-ში მე მგონი თუ სწორად მახსოვს, მაგრამ იმის მერე ხარი 2025 წელი და ერთი წელია რაც ეს წიგნი გამოვეცით და ძალიან ბევრჯერ იყო დაცემის და აი ეს რა დაყრი ყველაფერს ფარხმალს, რომ აი სხვის გამო, რომ აი ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი, საკმარისად ჭკვიანი, არ ხარ ფსიქოლოგი, ეს მილიონი მიზეზი იყო, რატო არ უნდა გაგეკეთებინა და ყოველთვის ამ მილიონ მიზეზს ვამართლებდი, რომ აი ხო არ გამოვა რა, არ გამოვა, მაგრამ სინამდვილეში ანუ მერე უკვე როცა მეც ვისწავლე რაღაც ძალიან დიდი გზა გავიარე, მივხვდი, რომ ყველა მიზეზი იყო ჩემივე გამოგონილი. ანუ ჩემი თავი რადგან არ იყო მზად რომ ეს წიგნი გამომეცა, მილიონი მიზეზი სამყარომ შემომიგდო, რის გამოც არ უნდა გამომეცა. და როგორც კი სადღაც დასტური ვიპოვე ჩემში, რომ კი შენ ხარ ის გოგო, რომელმაც ეს წიგნი უნდა დაწეროს, გამოსცეს და თვითონ რაღაცას გაიარა, სხვებსაც ანახოს, რომ მე დაეხმაროს იმათაც პირობითად. როგორც კი შინაგანი დადასტურება მომივიდა, აი შინაგანი мотиваცია, ეგრე დავარქვათ, მოდი არ ვიცი თუ არსებობს ეს ტერმინი. შინაგანი мотиваცია, ну შიგნით ჩემმა თავმა რომ მითხრა, მაშინ მართლა მთელი სამყარო დამეხმარა, რომ ეს წიგნი გამომეცა. აი და აბსოლუტურად ყველა кейსი მაქვს, აი 10 кейსი მაქვს ყველაზე მინიმუმ ეგეთი, რომ როცა გადავწყვიტე მე რომ ეს უნდა გამომსვლო და აუცილებლად გამოვიდა. აი ვინც არ უნდა ყოფილიყო წინააღმდეგი. ანუ დასკვნას რა თქმა უნდა გავაკეთოთ. არის ალბათ ეგ, რომ საკუთარ თავში იპოვო ძალა. საკუთარ თავი, რასაც გეუბნება, ეგ რო ირწმუნო, ხო? მოусმინო რა. კი, სრულიად იმიტომ მესმის. რომ უმეტესწილად არ უსმენთ. ყოველთვის ჩვენი რაკურსები არის სხვაზე მიმართული, გარეთ. კი, საზოგადოებაზე და რას ფიქრობ სხვა, კი, როგორ არა. ნუ მე მოსწავლეები მყავს უშუალოდ ფიტნესის მიმართულებით და მათ кейსზე უფრო შემიძლია იქ ხშირად თქვა, ჩემ თავზე ეგრე დაკვირვებით არ მქონია ეგეთი ის და მანდაც ანუ გარდამტეხი მომენტი ყოველთვის არის ეგ, რომ საკუთარ თავს როცა უჯერებენ და არა სხვებს, რომ მოდის მაგალითად ადამიანი დაკლების მომატების სურვილით, თავიდან ყოველთვის მოდის რომ აი გავსუქდი ან გავხდი და რო ეკითხები, ანუ რატო თვლი ესე? კი, შეიძლება იყოს ცოტა მეტი ან ნაკლები წონა. რო ეკითხები, რატო ფიქრობ ასე? აი, ხშირად მეუბნებიან, რომ ცოტა უნდა დავიკლო ან პირიქით, ცოტა უნდა მოვიმატო რა. იმას არასდროს არ ამბობენ, რომ აი სარკეში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. 10-დან ალბათ 2 ადამიანი ამბობს მაგას რა. და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ არა ერთი თვით, არამედ 2-3 თვით დავტოვო ხოლმე, იმიტომ რომ შედეგს გრძელვადიანს, აი, ჩვევაში რო გადაუვიდეთ ეს ფიზიკური აქტივობა, მარტო მაშინ იძლევა ეს ყველაფერი და არა მხოლოდ ერთ თვეში. ანუ 10 და 12 გაკვეთილში ფიზიკურად ადამიანს ჩვევას ვერ შეუძლი. მხოლოდ იტყვი, რომ აი ხელები ესიაწიე ან პირიქით რა. და აი დაახლოებით მე რასაც დავკვირვები ვარ, ყოლია 20-30 მოსწავლე დაახლოებით და აი მეორე თვის შუა ხნიდან უკვე როცა შედეგს ხედავენ და სარკეს ჩახედვისას მოსწონთ ეგ ყველაფერი, მერე უკვე იწყებენ რომ მე ეს მინდა. და იქამდე ამბობენ რომ აი რო დავიკლო, კარგი იქნება, იმიტომ რომ ესე მეუბნებიან. და ვფიქრობ, რომ სრულიად მართალია და იმედი მაქვს, რომ ყველა იპოვის საკუთარ თავში მაგ ძალას, რომ ისევ საკუთარ ნეგატიურ აზრებს გაუმკლავდეს და პოზიტიურისკენ მიმართოს. ეგო ახსენე და მაგაზე
აი მინდა სანამ რომ კითხვას დამისვა ბოდიში რომ შეგეწყოდინე, აი მაგას ვიტყვი, რომ ძალიან კარგი რაღაც ვისწავლე მე და ძალიან კაი იქნება თუ გავაზიარებ, რომ ანუ შინაგანი კრიტიკოსი ყოველთვის არის ესე მოჭიმული და ყოველთვის არის მზად, რომ აი რაღაც ხმალი ამოიღოს და მოგეთ გებრძოლოს და შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შენში გააღვიძო თანამგრძნობი რა. აი ის თანამგრძნობის ვერსია, რომელიც ყოველთვის ეცდება, რომ ის ამბები, რომლებიც ყველანაირად შეიძლება ნეგატიური იყოს, რაღაცნაირად უპოვო დადებითი. რა ვისწავლო აქედან? ანუ რაც ხდება, რატო ხდება, ჩემთვის ხდება, თუ ჩემს გამო ხდება. მოკლედ, აი სამუშაო არის. გავს ძალიან სხვათა შორის ეს ფიზიკური აი ჩვევაში რომ ამბობდი ახლა, რომ ჩვევაში უნდა გადაზარდო, მენტალური ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არ არის მარტივი. ხო, არ არის მარტივი, ძალიან რაღაცნაირად დიდი ეგეც ჩვევაში წლები უნდა დამჭირდა. ანუ კი. ვარჯიშის შესაჩევად რამდენიმე თვე დამჭირდა და უშუალოდ ჩემ თავზე პოზიტიურად ფიქრები რომ მომემართა, მაგაზე მე წლები დამჭირდა რა. ეგოზე უნდა მეკითხა, მაგრამ რადგანაც უშუალოდ ეს თვითკრიტიკა ახსენე, მოდი ჯერ მაგაზე ჩაგეძიები. რამდენადაც ვთვლი, რომ ალბათ თვითკრიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყო, ტიპს გამოვიყენებ იმ გაგებით, რომ უშუალოდ კითხვაში უფრო კარგად ჯდება, ძალიან კარგი ტიპი იყო საზოგადოებაში. სხვები გთვლიდნენ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ, მაგრამ შენ როცა სარკეში იხედები, მაგას ვერ ხედავ. იმიტომ რომ ის ვიღაცა კრიტიკოსი შიგნით რო ზის, გეუბნება რომ თუნდაც საკმარისი არ ხარ, ან რასაც გააკეთებ, სხვა შენზე უკეთესად გააკეთებს. და ნუ კი შინაგანად უნდა მომმართოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ რა არის ის ნაბიჯები, რომლებიც პირიქით ამ თვითკრიტიკოს ცოტა უკან მიაგდებს, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა უნდა მიაგდოს, სხვანაირად თვითონ არ მიდის უკან რა. ჩააცახლა. რას ფიქრობ ჩააცახლა კი. ზუსტად მაგას ვიტყოდი იდეაში, რას ფიქრობ, რა ნაბიჯებია ისინი, რომელიც შეიძლება აი მარტივად გააკეთონ ნელ-ნელა, შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც რომ ეს მიაგდო და წამოწიო ის მარჯვენა მხარზე მჯდომი ტიპი, რომელიც გეტყვის, რომ შენ შეგიძლია, შეიძლება კარგად არ გამოგივიდეს, მაგრამ 2-3 ჯერ როცდი მერე გამოვა. აი უნდა დაფიქრდე რა არის შენი საზომი. შეფასებასთან მიმართებაში და ვინ არის შენი საზომი. და მაგ დროს უნდა გაახსენო შენ თავს, რომ არ არსებობს სხვა ვინმე საკუთარი თავის გარდა, ვინც გეტყვის, როდის ხარ მაგარი და როდის ხარ ბანძი. იმიტომ რომ არის. გააქვს უფლება, რომ ხანდახან ბანძი იყო. ან რავი, აი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხო? გააქვს უფლება, რომ ხანდახან სევდიანი იყო, ხანდახან ცუდად იყო, ხანდახან რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა აქციო შენს ისტორიად. ანუ მარცხები არ უნდა აქციო შენი ცხოვრების მთავარ ისტორიად. მარცხები უნდა აქციო, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, შენს გამოცდილებად. ამბებად, რომლებსაც მე გადაატრანსფორმირებ რაღაც ისეთ გამოცდილებად, რომელიც მე დაგეხმარება, რომ უკეთესი და უკეთესი იყოს შენი ცხოვრება. და აი საზომზე რო ვთქვი, არასდროს ვერასდროს ვერ იპოვნი ადამიანს, რომელიც აი შენზე უკეთესი არ იქნება იმ კრიტიკოსისთვის. იმისთვის ყოველთვის იქნება ვიღაც სხვა უფრო მეტი, უფრო უკეთესი. და თუ ესე უნდა გააგრძელოს ცხოვრება, არ აქვს აზრი, ანუ არაფერს კარგს არ მოგიტანს ეგ. შესაბამისად, ხშირად აი 80% შენი ფიქრები უნდა მომართო იმისკენ, რომ რა იყო დღევანდელ დღეს კარგი, რაში ვიყავი ძლიერი. ძალიან დამეხმარა მე წერა მაგალითად. დღიურის წერა ნებისმიერი, უბრალოდ ფურცელზე წერა. ერთი მთელი დღე როგორ გაატარე, აი უბრალოდ მხოლოდ კარგი ამბები ამოიწერე. და ცოტა შეაქე საკუთარი თავი. ხშირად ეშლებათ ხოლმე აი როგორ იცი self love ეგოიზმში გონიათ რომ ძალიან ხშირად, მაგრამ არ არის ეგრე, საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმი არ არის. როცა სწავლობ და იწყებ საკუთარი თავის შეყვარებას, მერე ჩუმდება ეგ კრიტიკოსი და რაღაცებს პატიობ საკუთარ თავს. იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს არ პატიობ, ესე იგი არ შეგიძლია არც სხვაზე პატიება და იტყუები. როცა ამბობ, რომ აი სხვას ვპატიობ, მაგრამ ჩემ თავს არ ვპატიობ. პირველი გადადგმული ნაბიჯები არის ის, რომ შენი საზომი შეფასებაში იყოს მხოლოდ შენი თავი, ანუ საკუთარი თავი. ეს თანამგრძნობი პერსონა შენში ვინც არის, ცოტა რომ წაახალისო რამენაირად, არ ვიცი. შეაქე თავზე ხელი გადაუსვი, აი ყავას გააკეთებ, ყავას მოიდუღებ, რა კაი გოგო ხარ ყოჩახ, რა გემრიელია ეს ყავა. ანუ სულ მოეფერე, სულ აგრძნობინე, რომ მისი მხარდამჭერი ხარ და არა მტერი. იმიტომ რომ მაინც დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ყოველთვის ხდება ის, რომ შავი, თეთრი, შიგნით ბრძოლა, ცუდი, კარგი და აი ამ ჭიდაობაში გადის ცხოვრება.
როცა შეიძლება რომ ძალიან ლამაზი ცხოვრება გქონდეს და აქ არ იყოს და ძირითადად ცხოვრება ხდება ხოლმე აი აქ ჩვენს ფიქრებში და 80%-ზე მეტი რეალურ სამყაროში არ გადმოდის. ხო, თუნდაც ის შიშები, ის კრიტიკოს, რისიც ეშინია, ის შეიძლება საერთოდ არ არ მოხდეს მოხდეს, და ხო. არ დაგემართოს. მაგალითად ის რომ პოდკასტი შეიძლება ჩავარდეს, შეიძლება საერთოდ არ მოხდეს, მაგრამ იმას მაინც დამახსოვრებული აქვს რაღაცა მარცხის кейსები, რომლებიც ცდილობენ რომ მე გმართონ და რატო უნდა ამართინო? ბევრად მაგარი ტიპი ხარ, რომ მაგას არ ამართინო შენი თავი. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. კითხვის დასასმელი მომენტები და დავიჭირე. თუმცა ჯერ მაინც დაუბრუნდები ეგოს ნაწილს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ანუ მე დაბალი თვითშეფასების ნაწილი უფრო ნაკლებად იმას მიქმნის პრობლემას. იმ გაგებით, რომ ეგრე ხშირად ეგ ხალხი არ მხვდება. გავიგე, მაგრამ პატივმოყვარეობაზე ხო, საუბრობ ანუ შენ? კი, ანუ მხდება ის ხალხი უფრო ხშირად დღევანდელ სამყაროში, ანუ არ მახსენდება 10 წლის წინ, რომ ამდენი მე ძალიან კაი ტიპი ვარ, ადამიანი მხდებოდა მაშინ. მაგრამ ეხლა ხშირია ეგ შემთხვევები. კი, რა თქმა უნდა, ეხლა საზოგადოებაში მე არასდროს არ ვიტყვი, რომ ბანძი ტიპი ვარ მეთქი. ეგ რა თქმა უნდა გასაგები არის და ზუსტად თვითკრიტიკაზე ვსაუბრობდით, რომ ეს თვითკრიტიკა საზოგადოებაში არ უნდა დაყარო, ისე რომ მერე საბოლოო ჯამში სხვებს მისცე შესაძლებლობა დაქცინონ თუნდაც, იმიტომ რომ შეიძლება ისევ შენი თვითმოტივაცია განადგურდეს, მაგრამ იმდენად რომ ცდილობენ თუნდაც შეიძლება თვითონ არ თვლიდნენ, მაგრამ მაინც რო ცდილობენ რომ აი კაი ტიპი ვარ და რაღაც უკვე ჩაგვრაში რო გადადით, ეს ეგოიზმი, ეს ზედმეტი ეგო, ან შეიძლება უბრალოდ ჩემი ის არის ეს და არ არის დღევანდელ სოციუმში პრობლემა და მხოლოდ ჩემი დაკვირვება ან ახირება არის. მაგრამ შენი რატომღაც პოდკასტია მგონია და შენაც ხო, გაინტერესებს? მეც აჰა. მქონია ეგ პრობლემა მახსოვს. ყველას. 20 წლის თუ 21 წელს ასაკში მენეჯერად რო გადავედი, დღევანდელი გადმოსახედით ჩემ თავს რო უყურებ, მაშინ ეგოს პრობლემა მქონდა. პირველი რამდენიმე თვე მაინც. და ზოგიერთი ალბათ მაგას ვერ იჭერს და ვერ გრძნობს, რომ ზედმეტად ზემოთ არის მისი ეგო, საბოლოო ჯამში რაც საკუთარ პიროვნებაზე მოქმედებს, ისე უარყოფითად. და ამიტომ შემოვიფარგლები მაგ კითხვით, რატომ არის დღეს ეგოს პრობლემა ესეთი ხშირი და როგორ შეიძლება ადამიანმა იპოვოს, რომ ამ პრობლემის წინაშე დგას თუნდაც. ეგო არის მექანიზმი, რომელიც არის შენი თვით აი გადამრჩენელი რა. ერთი დავალება აქვს, რომ გადაგარჩინოს. და შეიძლება რომ ყველაფერში ხედავდეს საფრთხეს. შეიძლება სულ არ იყოს საფრთხე, მაგრამ მაინც ესე ხედავდეს. მე ესა და ეს ვარ. აი ვინც იძახის, აი ეგ არის ეგო, რომელიც ასე ვთქვათ ხაზს უსვამს, რომ აი ეს ვარ, ამას ვაკეთებ, ცოტა რომ აყვედრიან ხოლმე ხალხს. მეც მომსვლია, რა თქმა უნდა, ყველა ყოფილვართ ეგოს ტყვეები. მეც არ ძალიან ხშირად არსებობს მე ვიყავი. მგონი ადამიანი. მაგრამ აი ზუსტად 3 დღის წინ ჩემი წიგნის ამბებზე ვმუშაობდი და მაგ თემასთან ვიყავი ძალიან ახლოს და პატივმოყვარეობა სიტყვას ვატრიალებდი ძალიან, რომ აი რა არის ეს პატივმოყვარეობა. ფილმიც ხო არის ეშმაკი რომ ამბობს, რომ ჩემი საყვარელი ცოდვა არის პატივმოყვარეობაო და გავყევი ამ პატივმოყვარეობას რა არის თქო რა და ძალიან ახლოს არის ამპარტავნებასთან. და ეგო და ამპარტავნება და ეს პატივმოყვარეობა ცოტა დავაკავშირე რაღაცნაირად რა ერთმანეთთან. რომ ადამიანი სოციუმში რო გამოდის, ნუ მე ეგრე ვხედავ ჩემი გამოცდილებით, ეგრე არის, რომ ირგებს რაღაც როლს. ეს როლი შეიძლება საზოგადოებამ მისცეს და იარლიყი მიაწევოს. შეიძლება თვითონვე მოირგოს, ხო? და მერე უწევს რაღაცა დროის განმავლობაში ამ როლის შესრულება და ზოგჯერ ისე შევდივართ ამ როლში, რომ გვავიწყდება ჩვენი ნამდვილი მე ვინ არის შიგნით. ანუ მთელი ჩვენი გონება, მთელი ჩვენი კონცენტრაცია მიმართული არის გარეთ, როგორ ვიყოთ პრეზენტაბელური, რომ სამყარომ დაგვინახოს, დამინახეთ, ამას ამბობს ეგო, ხო? ეგ უნდა, რომ ტაშის დაკვრა უნდა, თავზე ხელის გადასმა უნდა და მილიონი კიდე საქებარი სიტყვა. და არ არის ცუდი ეგ რომ უნდა ეგოს. მე სულ მაგას ვამბობ, რომ აი ეს ეგოს სიკვდილი და რაღაც ეგეთი ამბები არ მომწონს, მე ვერ ვიდენტიფიცირებ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეგო მე როცა ვმუშაობდი ეგოზე არ მომიკლავს და არც ვაპირებდი, იმიტომ რომ ეგო რომ მოკვდეს არ გაწყობს, იმიტომ რომ ვიღაც უნდა იყოს შენში, ვინც გადაგარჩენს და მინიმუმ გეტყვის, რომ ეს საშიშია, საფრთხეა შენი თავისთვის. მე მგონი რომ უნდა დამეგობრდე ამ ეგოსთან და აი ძალიან ახლოს არის იმ
თვით კრიტიკასთან მიმართებაში თანამგრძნო პერსონას რო რთავ შენში ღილაკს რო აჭერ. ეგრე უნდა ჩართო ეგოსთანაც, რომ უნდა დაიმეგობრო და შენ უნდა აიღო საჭე. შენმა ნამდვილ ვერსიამ. საზოგადოება როგორც არ უნდა გიცნობდეს, მაინც ისე გიცნობს, როგორც შენ გინდა. როცა როგორ გაწყობს, ისე გიცნობს. როცა როგორ გინდა, რომ მათ დაგინახონ, ისე გხედავენ. ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. და თუ დაუმეგობრდები ამ ეგოს, მგონია რომ ბევრი რაღაცა გამარტივდება. უბრალოდ ხა სხვებზე ვერ ვისაუბრებ, სხვებთან მიმართებაში აი რატო აკეთებენ ესე ადამიანები, უბრალოდ იმიტომ რომ არიან ალბათ ეგოს ტყვეები რაღაც მომენტში. და ეგ გზა აქვთ გასავლელი. მე ესე მგონია, რომ ის გზა რაც გაქვს გასავლელი, უნდა გაიარო, როცა უნდა იყო ეგოს ტყვეობაში უნდა იყო, როცა უნდა გამოეხსნა, მაშინ უნდა გამოეხსნა და მგონია რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური და ამ უნიკალურ გზას გადის და ამ გზაში უბრალოდ ვიღაცები მალე მოდიან გონს და იღვიძებენ, რომ აი თურმე რა ყოფილა მთავარი, თურმე რა და ზოგიერთებს ცოტა ჩაძინებული არიან და ცოტა მერე, ყველას აქვს თავის დრო და უბრალოდ რაღაც ბოლო წლების განმავლობაში მე პირადად ნაკლებად ვარ ორიენტირებული ეგეთ პატივმოყვარე ადამიანებზე რა, ნაკლებად ვარ კონცენტრირებული იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება გამაღიზიანონ. უბრალოდ აი ეგ მომწონს, რომ ესე ვამბობ ხოლმე, რომ აი ხა ვხედავ. აი ეგეთი სიტყვა მაქვს, რომ აი როცა ვხედავ, რომ ადამიანი აი რაღაც ეგოს ჭიდილში არის და აი გატოლებს ეგოს. აი მაშინ ძალიან მეცინება ხოლმე და ვხედავ ეხლა რასაც აკეთებს. უბრალოდ ვაკვირდები რა, რაღაცა ეხლა ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ეგეთი პოზიცია მაქვს, რომ აი ვაკვირდები და ძალიან მომწონს ადამიანების კვლევა, ადამიანებზე დაკვირვება და აი ამას ნეტა რატო აკეთებს? რაღაც სამეგობრო ხუმრობა გვაქვს, რომ ადრე რო იყო, როცა ჭორაობდი რა, ვიღაც რო გაივლიდა და გამოვიდა და ეხლა რო ამბობ, რომ ნეტარა ბავშვობის ტრამვა აქვს, ეხლა ამას აი ნეტარა იქნებოდა ის რამაც განაპირობა ესე რომ მოიქცა და კი, ძალიან დიდი სხვაობაა. 10 წლის წინანდელი მარიამი და დღეს მარიამი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემ თავზე ჩემილია იგივე თქვა. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ მე რადგანაც ფიტნესზე ვარ ორიენტირებული, მე უფრო სხეულს უყურებ ხოლმე ყოველთვის რა. და სხვათა შორის ბოდიში რო შეგაწყვეტინე, ძალიან გვიან მივხვდი მე, რამდენად გადაჯაჭვული იყო და რამდენად კავშირში იყო თურმე სხეული და სული და გონება, ყველაფერი. ანუ აი რომ გამთლიანდე, სხეულს თუ არ მოусმენ, აზრი არ აქვს არც ტრენინგს, არც ფსიქოლოგთან სიარულს და ეს სხეულებრივი პრაქტიკები ბოლო 2 წელია რაც დავიწყე და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. კი. თურმე ძალიან ბევრი ნიშანს გვიგზავნის სხეული და ჩვენ ვერ ხვდებით. აი შენ რო თქვი ვწერო, ჩემთვის იგივე არის ვარჯიში. ოღონდ როგორ რაღაცა იცი, განა ის მომენტი რომ მაინდა-მაინც წონა აწიო რა. ძალიან ფიტნეს ზოგიერთი ადამიანი ძალიან არასწორად უყურებს. თუმცა ეხა არ დავიწყებ მაგის გაკრიტიკებას, თუნდაც ტრენერების ნაწილში, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ შენი მოსწავლის მეგობარი იყო პირველ რიგში და მისი სტრესი ხშირად გაგიზიაროს, იმიტომ რომ თუ არ იცი რამდენად სტრესულია მისი ცხოვრება და სტრესით სავსეა, ფიზიკურად შედეგს ვერანაირად ვერ მოგცემს, სულ რომ ძალიან დამჯერი იყოს ბრწყალებში რო ვთქვა და კვებაზეც დავარჯიშსაც დაგიჯეროს. თუ მას აქვს ძალიან სტრესული ცხოვრება, აზრი არ აქვს რა. და ამიტომ რაც დავიწყე უშუალოდ მათთან ხშირი კომუნიკაცია ისე რომ აბა რა ხდება შენ ცხოვრებაში, შედეგი უფრო მოდის, იმიტომ რომ ეს საუბარი და რჩევების გაცემა თუნდაც შეიძლება ძალიან კარგი რჩევა არ მისცე, მაგრამ რო აუხსნი რომ ეს სტრესი მასზე იმდენად მოქმედებს, თუნდაც ფიზიკურობის ნაწილში, რომ ყველაფერს უკუღმა აყენებს, მე რო უფრო სხვანაირად უყურებენ რა. ჩემზე მოქმედებს მოკლედ ფიზიკური აქტივობა აი ეგრე რომ თუ ძალიან გაღეზიანებული ვარ, ძალიან ცეუდიანი ვარ, ან ძალიან ბედნიერი ვარ, დაბალანსებაში ამ ყველაფერში მეხმარება ფიზიკური აქტივობა. შეიძლება საერთოდ უბრალოდ დავდგეს არბენ ბილიქზე და ვიარო. მეტი არაფერი არ ვაკეთო რა. მაგრამ მაინც მოქმედებს, იმიტომ რომ ალბათ ჩემი გონება კონცენტრირდა იმ ნაწილში, რომ თუ პრობლემა გაქვს, ფიზიკური აქტივობა გამშვიდებს. ძალიან მომეწონა უშუალოდ ეს შენი ეგოზე საუბრის ნაწილი, იმიტომ რომ ეგრე არასდროს არ შემიხედავს და ძალიან დიდი მადლობა აწი მაგაზე დავფიქრდები პირველ რიგში და ნუ სოციოლოგიაზე საუბარი ახლა რა თქმა უნდა ზედმეტი იქნება პიროვნულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რატომღაც ეგოზე საუბრის დროს წამოიწია შენთან ეს სხვების დაკვირვების ნაწილმა რა და ძალიან რატომღაც მაინტერესებს რატომღაც რა იდეაში ძალიან დამაინტერესა შენი დამოკიდებულება როგორია აი მეგობრების
ადამიანის მიმართ, ანუ მეგობრების ჯგუფის დამოკიდებულება ერთი ადამიანის მიმართ და როგორ მოქმედებს ეს პიროვნულ განვითარებაზე. ვიცი რომ დადებითად მოქმედებს, მაგრამ უშუალოდ სოციალურ აქტივობაზე არ მაქვს საუბარი. აქ სწორი მეგობრები რამდენად კარგად ბუსტავენ შენს მეს, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით მეგობრებმა ეგმე დაგიჩაგრონ პირიქით და უკან წაიყვანონ და мотиваცია დაგიგდონ და რაღაც მსგავსი. აა და რატომღაც დღეს სჯერათ ადამიანებს, რომ მეგობარი თუ რაღაცას გეტყვის, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ძალიან ახლო მეგობარი იყოს, ზოგიერთ ჯერა რომ 100%-ით მართალია. შეიძლება ბავშვობის მეგობარიც კი არ გიცნობდეს ეგრე კარგად და მაგ რწმენამ საბოლოო ჯამში გაგინადგუროს შენი თვითმოტივაცია. შენ როგორ თვლი აა პიროვნულობა და პიროვნული განვითარება რამდენად უნდა იყოს მიჯაჭვული, აი ეგ მაინტერესებდა მეგობრებს ან აი ეგეთ ახლო ადამიანებს თუნდაც. მე მგონია რომ მიჯაჭვული არაფერზე არ უნდა იყო, არც მეგობრებზე, არავისზე. რაც შეეხება მაგ კითხვას, ეგეთ რამეს ვიტყვი, რომ სულ ერთია მეგობარი იქნება თუ ვინ იქნება. სწორი ადამიანის პოვნა აა დაბუსტავს ყველაფერს. ეს შეიძლება იყოს გამვლელი, ეს შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ნახო, შეიძლება შენზე ძალიან დიდი იყოს ასაკით. ჩემი გარემო სავსე არის ეგეთი ადამიანებით, რომლებიც ერთხელ მყავს ნანახი და საკმარისი კვალი დატოვეს, კარგი რა თქმა უნდა. მყავს ბევრად პატარა მეგობრები და ბევრად დიდი. ანუ ესე კონკრეტული მყავს ბავშვობის მეგობრებიც, სტანდარტულად როგორც ყველას. მაგრამ დავარქმევდი მაგას რა, სწორი ადამიანები შენს გარშემო სწორ ცხოვრებას განაპირობებენ, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ. არ მიყვარს ეგ სიტყვა სწორი. სწორი და არასწორი, მე ეგრე მგონია, ჩემ წიგნშიც მაქვს ეგ, რომ არ არსებობს. მგონია, რომ ყველა მომენტში, აბსოლუტურად ყველა გამოცდილება, ყველანაირი მეგობარი, ყველანაირი ტკივილი გჭირდება. გჭირდება იმისთვის, რომ გზა გააგრძელო და გამოცდილება მიიღო და არ ვიცი, არ იცი რა მოკლედ შენ დღეს რომ რაღაც გგონია ძალიან ცუდი, არ იცი ხვალ მაგას როგორ კარგად გამოიყენებ მაგალითად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგობრის შეფასება, გვერდში დგომა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც აქაც მივდივარ ეგეთ ამბავთან, რომ როგორც კი შენი ხედვის პრიზმა იცვლება, იცვლებიან შენი მეგობრებიც. ნებისმიერ თემასთან მიმართებაში. პატარა მაგალითს მოვყვები, რაღაც кейსი რო ავიღოთ, ამბავი, რომელსაც განიხილავ შენს მეგობრებთან ერთად და 5 წლის წინ განიხილავდი და მათი შეფასებები შენ ძალიან გწყინდა. იმიტომ რომ ეგ ამბავი იყო შენთვის მტკივნეული. ანუ რაღაცა იყო ამ ამბავთან მოუგვარებელი. როგორც კი შენი აზრები დაალაგე ამ ამბავთან მიმართებაში, როგორც კი შენი ხედვა შეცვალე, როგორც კი ამბავი შეიცვალა შენთვის, უკვე ბრჭყალებში სულ ერთი გახდა. ანუ ისეთი მგრძნობიარე აღარ ხარ მაგ ამბავის მიმართ. ანუ როგორც კი შენ ცვლი, შენს დამოკიდებულებას ნებისმიერი ამბის, ნებისმიერი მოვლენის მიმართ, მერე სხვების ეგ შეფასებები, რჩევები და რაღაცები არ არის ისეთი მტკივნეული რა, ბავშვობის მეგობარი იქნება თუ ახლად შეძენილი. მაინც ისევ იქ მივდივარ, რომ ყველაფერი არის შენს გონებაზე დამოკიდებული რა. ის მეგობრებიც, ანუ ბავშვობის მეგობრები, შენ გაქვს შესაძლებლობა რომ დაკარგო, შეგიძლია არ დაკარგო. ანუ როგორც გინდა, თორე რა თქმა უნდა, როცა ვიზრდებით, ვხვდებით, რომ სრულიად ვერასდროს ვერ დაემთხვევა ჩვენი და ჩვენი ბავშვობის მეგობრების ვერც ცხოვრება, ვერც აზრები, იმიტომ რომ ვიცვლებით ადამიანები ვართ და უნდა შევიცვალოთ კიდეც, ეგ არის კანონზომიერება. თუ არ შევიცვლებით, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას, ხო? იდეაში ხო ეგ არის მთავარი, რომ მეგობრებში მაინც და მაინც ყველაფერი ერთ აზრზე უნდა ვიყოთ, ეგ არის ბავშვობაში. ეხლა რო უყურებენ ერთნაირ მულტფილმს თუ არ უყურებენ მაგალითად, შეიძლება იკამათონ და აღარ იმეგობრონ, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებით ხო ეგ ყველაფერი უფრო აზროვნების უნარი ხო გვემატება, პირიქით უკან ხო არ მიდის და კი მესმის. და წეღან შენ ახსენე, რომ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც თუ კარგი არ ხარ, ცუდი ხარ. და ესეთი ორმაგი სტანდარტი გვაქვს რა. ანუ არ არის ეს საშუალო შეფასება ან რამე მსგავსი. კარგს თუ არ აკეთებ, ცუდს აკეთებ, ხო? ან ძალიან ცოტა არის ესეთი ადამიანი, ვინც იაზრებს, რომ შეიძლება არც კარგს აკეთებდი, არც ცუდს, მაგრამ რაღაცას რო აკეთებ, მიყვები შენ გზას. რამდენად ფიქრობ, რომ ეგ ყველაფერი ისევ პიროვნულ განვითარებაზე ნეგატიურად ან პოზიტიურად აისახება, თუნდაც, რომ
ესეთი სტანდარტი გქონდეს, ან რაღაცას ვაკეთებ და კარგია, ან ცუდია. შეიძლება ეხა მაგალითად ეს პოდკასტი არც კარგი იყოს, არც ცუდი იყოს, მაგრამ რადგანაც ჩემთვის მოსაწონია, ან საზოგადოებას თუ მოეწონება ძალიან კარგი, უბრალოდ არის ჩვეულებრივი, არის პოდკასტი, არც კარგი, არც ცუდი და მე კარგად ხვდები იმის გამო, რომ ამას ვაკეთებ. ეს დამოკიდებულება რამდენად კარგია, თუ ჯობია რომ პირიქით კარგი და ცუდისკენ ვიყოთ მიდრეკილი. არა. არ დავიყოთ მაგისკენ მიდრეკილი. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ეგ. ძალიან დამაზიანებელია თვითონ პერსონისთვის. იმიტომ რომ ყოველთვის გიწევს ადამიანს, რომ რაღაც მოერგო სხვის ამ კარგს და ამ ცუდს და იღლება ტვინი მერე, ანუ აღარ იცი რა გააკეთო, რომ ცუდი არ იყო და მაგიტო მუდმივად მუშაობაში ხარ და ერთი მარცხი, ერთი ფეხის დაცდენა და ეგრევე იმ ბაბლში ვარდები, ანუ ცუდი ხარ, ანუ შენი ტვინი ეგრე აკეთებს ყოველ შემთხვევაში და მერე უკვე ეგ წევს ხასიათს, განწყობას, ცხოვრების ხარისხს, ყველაფერს აბსოლუტურად და მე ეგრე მგონია, რომ საერთო ჯამში მთავარი მიზანი ადამიანისთვის, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე არის, რომ ბალანსი უნდა იპოვო რა. ძალიან ბევრი პოდკასტის ყურების დროს, თქვათ, ტრენინგზე, თერაპია, ბევრი პრაქტიკა რაც არ უნდა, რაშიც არ უნდა მიმიღო მონაწილეობა, ყოველთვის ყველაფერს რაღაცნაირად ერთი წერტილი ქონდა გამაერთიანებელი და ეს ერთი წერტილი იყო ბალანსი. თუ კი შეძელი და ეს ბალანსი, აი რაც უფრო დიდხანს არის შენს ცხოვრებაში, ეგ წერტილი, სადაც შეგიძლია რომ დაიჭირო ეგ ბალანსი და მაგ ხას მიყვე, უფრო და უფრო მეტად ხარისხიანი ცხოვრება არის მერე. თუ ხელიდან გაგექცა, მე გაქვს უფლება რა თქმა უნდა ჩაყვინთვის და მილიონი შეცდომის დაშვების და ასე შემდეგ. შეცდომაც ბჭყალებში ყველაფერი საჭიროა. მაგრამ ნუ აი ძალიან მაგარი იქნება როცა გინდა კარგი იყავი, როცა გინდა ცუდი იყავი, უბრალოდ ამ ორ შორის დააბალანსე. შენი ის პერსონა იყოს ძლიერი, რომელსაც შეუძლია რომ დააბალანსოს ეგ ყველაფერი. მე მაგას ვცდილობ, რომ რამენაირად ბალანს მივახციო ცხოვრებაშიც, მეგობრებშიც, საქმეშიც და ყველაფერში. ანუ არსად არ უნდა გადავარდე. აი წეღან ეგ სიტყვა რო ახსენეთ მინჯაჭულობა, ეხლა დღეს ძალიან აქტუალური არის და ისედაც ჩვენს ყოველას ცხოვრებაში, ნებისმიერ პირად ურთიერთობაში იქნება მეგობრებში, საქმეში, მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ არაფერს არ მიეჯაჭო რა. ზუსტად. ხო, ბალანსი, მთავარი მიზანი და მიზეზიც ეგ იყო ამ პოდკასტის, რომ ის თემები, რომლებიც აქ იქნება გაჟღერებული, მაქსიმალურად ჩვენ თავზე ზემოქმედებს ფიზიკური აქტივობიდან და უშუალოდ პერსონალური განვითარებიდან დაწყებული გარემოზეც თუნდაც რა. და იდეაში ამ ინტერვიუების მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ მთავარი არის ეს ყველაფერი ბალანსში იყოს. მაინც და მაინც ზედმეტად კონცენტრირებული არც საკუთარ თავზე, არც ფიზიკურ მონაცემებზე არ უნდა იყო და არამედ ყველაფერზე ერთად რა. მაგაზე მაქვს პირადი გამოცდილება მეც, რომ ზედმეტად რო კონცენტრირდი მაგალითად პირად ცხოვრებაზე, სხვა რაღაცები დაიშალა, კარიერაზე ვკონცენტრირდი, სხვა რაღაცები დაიშალა და საბოლოო ჯამში ოჯახზე როცა კონცენტრირდები, მე კარიერა იშლება, ანუ არის რაღაცა, რომ ყველაფერი კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ისე უნდა დააბალანსო, რომ არც ერთი არ იშლებოდეს და ნორმალურად მიდიოდეს რა. იდეაში ერთადერთი კითხვა დამრჩა, რომელიც ყველა სტუმრისგან მინდა რომ გავიგო, რა არის ის ერთადერთი გამონათქვამი, შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ რომელიც მიგიღია, მოგისმენია, გაგიცია გამონათქვამი პიროვნულ განვითარებაზე, რომელსაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია შენთვის. კი, მაქვს ეგეთი გამონათქვამი, რომელმაც აი სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მე სულ მაგას ვამბობ ხოლმე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ცხოვრება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც გაბედავო. და მაგის მერე მართლა საერთოდ ხმამოტრიალდა ყველაფერი. და ყველაფერი გამოვიდა, რაც გავბედე. თუ შენ თავში იპოვნი ძალას, რომ ის, რაც მართლა გულით გინდა გაბედო და გააკეთო, არ არსებობს რო არ გამოვიდეს. მთელი სამყარო, აი ყველაფერი გეხმარება აბსოლუტურად, რომ ეგ ძალიან მაგრად გამოვიდეს. ხო და ეხა მაგას უძღვნით, ჩემ თავს მაგას უძღვნი, რომ აი ყველაფერი გავბედო. და რამდენად რთული შეიძლება იყოს მე ეგ ძალიან გამბედავა. რთული. ძალიან. კი. მაგას ცალკე სწავლა უნდა. ეგ ცალკე ამბავი არის, რომ ეგ გამბედაობა როგორ იპოვნო, როგორ მიხვიდე იმ წერტილამდე, რომ საკუთარ თავში ეგ დაჯერება გქონდეს,
რისკი აიღო საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ხო ვთქვით წეღანაც, რითიც დავიწყეთ, რომ იქ ჩვენში მაინც რაც არ უნდა იმუშაო, მაინც არის ის თვითკრიტიკოსი, რომელიც ყოველთვის იტოვებს თავდაცვის ის ბეგეგმას, რომ აი ვაი და არ გამოვიდეს და მე უბრალოდ არ უნდა მოусმინო, არ უნდა დაუჯერო რა. ან მასზე ძლიერი უნდა იყო, კი, რომ სრულიად ყველაფერი გეტყვი მეც. გამოვიდეს. გამედაობა ძალიან ალბათ ყველაზე დაგაფიქრა. რთული ხო კი ძალიან დავაფიქრა, იმიტომ რომ გამბედაობა ალბათ ისეთი ნაბიჯი ადამიანისთვის, რომ საკუთარი თავის გმირი უნდა გახდე რა Mhm. და გაბედო, რომ კი, გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც ყველაზე მეტად გეშინია. კი. ჩემი წიგნი ზუსტად მაგაზე არის. საბოლოო ჯამში მაშინ მოდი დავასრულოთ პოდკასტი იმით, რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომ საკუთარ თავს მიხედონ, თვით მოტივაციაზე, თვით განვითარებაზე იფიქრონ და დააკნინონ ის თვითკრიტიკოსი, რომელიც სადღაც კუთხეში ზის და მუდმივად ნეგატიურ კომენტარებს მის მიმართ ისვრის დღის განმავლობაში ან თვის განმავლობაში. აქაც ჩემი ძალიან კარგი მეგობრის რჩევას ვიტყვი და თან მე მგონი მაყურებელსაც მოეწონება. ერთხელ ესე მითხრეს, რომ ეცადეო მაქსიმალურად, რომ არასდროს არ შეწყვიტო მოსწავლედ ყოფნაო. ბევრი წლის წინ იყო, ალბათ 5 და ძალიან გამომადგა ეგ. ჯერ ერთი ის ქედმაღალი ვერსია, რომელიც ჩვენში არის, ცოტა დააშოშმინა და სივრცე მომცა. სივრცე, სადაც მე ვიყავი მოსწავლე და შემეძლო ადამიანებისგან მესწავლა ყველაფერი. ყველაფერი, რასაც სამყარო მიგზავნიდა ადამიანების სახით. ცოდნა იქნებოდა, პრაქტიკა იქნებოდა, ყველაფერი ის, რაც მეხმარებოდა, რომ ჩემი თავი განმევითარებინა, მივიღე, ჩავრთე მიმღებლობა და ამ მიმღებლობის ჩართვამ აი მაგნიტივით მოიზიდა მერე ყველა ის ადამიანი, ყველა ის სიკეთე, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებს ვეტყოდი ეგეთ რამეს, რაც მე ძალიან დამეხმარა, განცდა იმის, რომ ხარ უნიკალური. რომ შენი უნიკალური გზა გაქვს, შენი უნიკალური ამბავი გაქვს და არ არსებობს. დედამიწის ზურგზე არ არსებობს შენაირი სხვა ამბავი. რაც არ უნდა ჰგავდეს. ერთი ხარ და ამ ერთს არ სჭირდება, რომ ვინმეს შეედაროს. მართლა არ სჭირდება ოღონდ. ის კი არ არის შაბლონური ფრაზები. მართლა არ სჭირდება, იმიტომ რომ შენ ხარ თავარი პერსონაჟი და დაი მიყევი ამ გზას რა და გაატარე საინტერესოდ, იმიტომ რომ მაგაზე მაგარს ვერაფერს ვერ გააკეთებ, რომ გაიცნო შენი თავი, მერე სამყარო და ამ სამყაროში ძალიან მაგარი დრო გაატარო და ძალიან მაგარი ცხოვრებით იცხოვრო. მე მაგას ვაკეთებ. მეც ვცდილობ რომ აქ გზაზე ვიარო. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და მაყურებლებს შემიძლია უთხრა რომ ძალიან დიდი მადლობა რომ პოდკასტ ბოლომდე უყურეს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ შაბათს 8 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და უყუროთ პოდკასტ ბალანს. ნახვამდის.